მოდით მოკლა საინტერესოა კლიონი. ვოპ. ჩანდა გამიჭიდა. ვახ. ვაიმე. რა მოვიკი. ნუ როგორ ჩანს ერთ-ერთი დავჭით. არა, ძალიან ზუსტი თამაში. შეიძლება მოგება. ვახ. ვინ გავიდა პირველ? ხია მომდეო ვიდეოში მეგობრებო ვითამაშებთ Brawl Stars Solo Showdown-ზე ახალ Game Mode-ზე. ნუ მოკლედ რო გიხსნათ რა Game Mode არის ეს, ჩვეულებრივ Solo Showdown-ის მაპი არის, მაგრამ ამას ქვია Fog of War, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ ასე ითარგმნება რა, ნისლის ბრძოლა. და ანუ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმ ბრაულერების თანახვა, რა რეინჯზეც ისვრის ჩვენი ბრაულერი. ვფიქრობ საინტერესო ვიდეო გამოვა, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და მოდი უკვე ჩვენ შევიდეთ ჩვენს Solo Showdown-ში. ჩვენი პირველი მეჩი როგორც ხედავთ, ვერაფერს ხედავთ გარშემო და მხოლოდ აი ამ ჩვენს ზონაში ვხედავთ თუ რეები არის ზოგადად მაპზე. ნუ აი ახლა ესეთი შუქები არის, აქ ლიონი ყოფილა, ვერ დავინახე, იმიტომ რომ მაპი არის სპეციალური, ანუ ნისლი ქვია მაპს, ასე რომ ვთქვათ. აი აქ ახლა ლიონი მოვკალი, ძალიან ლოუზეა მე მგონი. აქ არ არის, როგორც ჩანს, აი აქ არის ბუჩქებში შესულა. მოდი ახლა მარტივად მოვკლათ ეს, მაგრამ მგონი აქეთ მკლავს. აი აქ გამოვიმწყდიეთ. აი, ქვევით ჩამოსულა, ვერ დამინახია. ოკეი, აქ ვაიმე. ცოტა გავერთ იქ ლაპარაკში და ახსნაში, ასე რომ ამ ხელს მოვიგებ მეგობრებო. სხვა შორის ძალიან საინტერესო მაპი არის გასართობა, თუმცა სუდი ის არის, რომ ასე ქაჭედ ეს მაპი არ გამოდგება არანაირად, იმიტომ რომ რთული არის თამაში. ვაიმე, აქ ფრენკი არის, რომელსაც სუპერი აქვს და მე მგონი ახლა გამაშიშებს, მალე თუ არ გამოვიცალე. თითქოს იდეაში მოვკალი. მაგრამ ანუ აზრი არ აქვს, ხან ძალიან დიდი HP აქვს ფრენკს ვერნაირად ვერ მოკლავ და ნუ როგორც ხედავთ გამოიყენა სუპერი ტყუილ უბრალოდ და ეხლა მარტივად მოვკლავ მას. აი ძალიან სულელოვანი თამაში ახლა ამ ფრენკმა, შეიძლება მოვიკალი, მაგრამ აქეთ მოვკალი მისი დებილური საქციელის გამო, ასე რომ ვთქვათ. აი აქ შუაში ვაიმე, კიტისაც ჩამოხდა. აი აქ ზევით ავიდეთ, ახლა კიტს ვესროლოთ ეს. შეიძლება გამქრალი იყოს, რა ვიცი, გავისროლოთ აქ ტყვია. როგორც ჩანს, ისევ იმ ადგილას იმყოფება. ტყვეები ავისოთ და შევუვარდეთ კიტს. გამქრალი ყოფილა ჯანდაბა, არ ვიცოდი, ჯანდაბას წავაკეთ. ანუ არა უშავს მესამე ადგილზე გავედით, ცუდი არ არის, მოგვიმოდა +600 და მოდი უკვე გადავანაცვლოთ ჩვენს შემდეგო მეჩში. ვიბოთ ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან შემოვედი 1800-იანი ემზით და იმედი მაქვს რომ მოვიგებთ, იმიტომ რომ ნუ ძალიან მაგარ მოთამაშეებთან შევალთ ახლა სავარაუდოდ, იმიტომ რომ 1800 არც ისე ცოტა არის და ნახოთ აბა აქ რეები მოხდება. ვინ იყო ვერ დავინახე, მე მგონი ლილი იყო, დიახ, გამქრალა. აი აქ ვხედავ ლილის, მაგრამ ნუ არ მგონი ამოვკლათ. ემზი ძალიან კაი ბრაულერია, მაგრამ ნუ 1800-ები მაინც ახლა სერიოზული არის და შეიძლება ვერ მოვეკვეთ და აქ უკვე ლილი მოვკალეთ მშვენივრად. 7 ბრაულერი დავჭით უკვე მაპზე. და ვერაფერს ვერ ხედავთ, აი ეს ძალიან რთული არის და საშიში ჩვენთვის. შიგნით არის სამფარუკობიანი ემზი, თითქმის ჩემნაირი. ჯონდა ინაღა მოვკლა, მოდი აქ უკვე safe zones დავიჭერ, რო არ მოვკლას არავინ. აქ შევუვარდეთ მოდი შუაში ემს და მორტით მოვკლა საინტერესოა კლიონი. ჩანდა გამიჭიდა. ვაიმე. რა ხელი მოვიკი, მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეოს და გამოვიწერეთ არხი, პირველზე გავედით. რა ხელი შემოვიდით ჩვენს ბოლო მატჩი, ისევ ემზით თამაშობთ 1800-ებში, მოგეხსენებათ. იქ ვინ არის? შელი არის. ნუ შელი ვერაფერს რო გიზავს წესით დარიგით. ასე რომ მოდი მივუახულდეთ და ვიცოდოთ მოვკლათ. აქ ერთი ფარუკობი არის, როგორც ჩანს, აქ შელიც ყოფილა. ეხლა მე ვეცდები მამენად გავხსნა ეს ფარუკობი ისე რომ არავინ წამართვას და გამივიდე კიდევაც. არტი ველოდი. ჩანდაბა. ერთი კარტ ყავარ ახლა ზუსტად ასე რომ დავიხილო აუცილებლად. წავიდა. გავარშეთ. მე არავინ ყოფილა. ქვევით ყოფილა ჯანდაბა. დედა, მალე. გაჭიდი. მოვასწარი ჯანდაბა. აქ არის არც ვხედავ.
მალე მოკვალეთ. ძალიან ლოუზეა. მოკვდა. კი ეგ არის. ვაიმე ხალხო რეები ხდება დღევანდელ ვიდეოში. გაგიჟებას პირას ვარ, გაგიჟების პირას ვარ. შელი მოკალი, ბიჭო. 1200-ში მეგობრებო. წარმოუდგენელია. აქ შეიდი ყოფილა აგერ. და მგონი აქ არის ვიღაცა, შელი თუ ვიღაცა. მაგრამ მოდი არ გავრაშავ. Saves პოზიციას დავიჭერ, მოდი, ასე ამჯობინებს. აქ ვიღაც იქნება, ხო? უჭველი ვიღაცა. ან აქ. შელი არის აქ როგორც ჩანს. მარტივად გავანადგურეთ და მგონი ამ ხელსაც ვიგებთ ხალხო. ძალიან სერიოზული ამბავია 1200-ში მოგება. ლილი ყოფილა აგერ მეგობრებო. რომელიც ქვევით წავა? ზევით გაჩნდა. ოკეი. კარავინ არის. მოდი სუპერს არ დავხარჯავ ხა ამ სამფარკუბიან შელიზე. როგორც ჩანს ერთ-ერთი დავჭით. არა, ძალიან ცუდ თამაში. შეიძლება მოგება. ვინ გავიდა პირველზე? მეორეზე გავიდით მეგობრებო, მაგრამ მე გარაფერი. თავი დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.